საღამოშვიდობისა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ევროპულ არჩევანს. რა ხდება დღეს ქართულ მედიაში, რისი ნახვა, წაკითხვა და მოსმენა სურთ საქართველოში, თავისუფლების ხარისხი, პროფესიონალიზმი და მრავალფეროვნება, რა აქვს უხვად და რა აკლია ქართულ მედიას, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების შეფასებები, პრობლემები ქართულ მედიაში, დისკუსია ევროპული არჩევანის სტუდიაში. ეთერშია ევროპული არჩევანი. მოგესალმებით, დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ქართულ მედიაზე და არსებულ პრობლემებზე, წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს. ქეთი ხუციშვილი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, მოგესალმებით. გია ნოდია, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის თავმჯდომარე, მოგესალმებით ბატონ გია, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. კობა თურმანიძე, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის დირექტორი, ოლივერ რაისლერი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ელისო ჩაფიძე, რეზონანსი, დავით პაიჭაძე, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ილიას უნივერსიტეტი, ნინო ჯაფიაშვილი, ჟურნალი ლიბერალი, დაჩი გრძელიშვილი, კვირის პალიტრა. ყველას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ქალბატონ ქეთი, თქვენ დაგისვამთ პირველ შეკითხვას. ცოტა ზოგადი იქნება ეს შეკითხვა, რა მდგომარეობაა დღეს ქართულ მედიაში, შეგვიძლია გავყოთ, ჯერ ვისაუბროთ ტელევიზიებზე, შემდეგ ბეჭდურ მედიაზე და ინტერნეტ სივრცეზე ცალკე. მდგომარეობა დღეს ქართულ მედიაში არც თუ ისე სახარბიელოა და ალბათ არ გაიკვირდებათ ამას რომ ვამბობ. განსაკუთრებით ალბათ საქმე შეეხება ელექტრონულ მედიას და პირველ რიგში მაუწყებლებს. როდესაც სწორედ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ანგარიშს წერდით, საუბრობდით ძირითად პრობლემებზე, რომლებიც მედიაში დაგროვდა და საკმაოდ ბევრმა იჩინა თავი. ერთი ეს არის მედია ფლობელობის გამჭვირვალობის პრობლემა. მეორე ეს არის მედიას ფინანსური გამჭვირვალობა. შემდეგ არის მედია მრავალფეროვნების საკითხი, იმიტომ რომ აშკარა ნაკლებობაა განსაკუთრებით მაუწყებლებში. აგრეთვე მნიშვნელოვანია საერთოდ მედიის დამოუკიდებლობის და ფინანსური მდგრადობის თემები. როდესაც მედია ფლობელობის გამჭვირვალობაზე ვსაუბრობთ, უნდა ვაღიაროთ რა თქმა უნდა, რომ 2010 წლის დასასრულს და 2011 წლის დასაწყისისთვის გარკვეულად ამ პრობლემის გამოსწორება დაიწყო. მიღებულია უკვე ცვლილებები კანონში, რომლებიც ჯერ არ შესულა ძალაში, მხოლოდ 2012 წლის 1 ივნისისთვის თუ არ ვცდები შევა. საქმე ის არის, რომ მედია ფლობელთა გაუმჭვირვალეობა, მე ვიტყოდი, რომ გარკვეულწილად განაპირობა ისიც, რომ დღეს არის ეჭვი, რომ მედიის გარკვეული ნაწილი ხელისუფლების მიერ ან იმართება, ან ზედმეტად ლოიალურია ხელისუფლებისადმი. ასევე მნიშვნელოვანია მედიის ფინანსური გამჭვირვალობის საკითხი, რომელიც ნაწილობრივ კანონმდებლობით დარეგულირდა, ასევე იმ კანონმდებლობით, რომელიც 2012 წელს შევა ძალაში, მაგრამ ნაწილობრივ კიდევ მისახედი და დასარეგულირებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხი, რაც ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მედია მუშაობდეს პროფესიონალურად და დამოუკიდებლად. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჩვენი კანონმდებლობა ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით არც თუ ისე ცუდია, სამწუხაროდ მაშინ არ არის მექანიზმები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ინფორმაციის მოპოვება მართლაც მოხდეს. და ამიტომ ძალიან ხშირად მე ჟურნალისტებისგან მესმის ამ დაგვარი ჩივილი, რომ ჩვენ გვეკუთვნოდა ეს ინფორმაცია, მაგრამ ვერ მივიღეთ სახელმწიფო ამა თუ იმ უწყებისაგან. მაშინ და მე სამოვალოდ საჭიროა და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამის დარეგულირებაც, ანუ ჩაიდოს მექანიზმები იმისა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მართლაც გაიზარდოს. შემდეგ მოგახსენეთ მრავალფეროვნებაზე. ხა საინტერესოა, რომ უმეტეს ეროვნულ მაუწყებელზე დღეს არ არის დისკუსიები და ტოქ-შოუები. ამას დღეს ვერ ვიტყვი თქვენს ტელევიზიაზე, საზოგადოებრივზე, იმიტომ რომ აქ 1-2 ტოქ-შოუ უკვე არის, მაგრამ მათი პრინციპული ნაკლებობაა სხვა ეროვნულ მაუწყებლებში. ისე რომ როგორც ხედავთ, პრობლემების ჩამონათვალი ძალიან დიდხანს შეიძლება გავაგრძელოთ. რაც შეეხება ბეჭდით მედიას, აქ ალბათ ცოტა უფრო სხვა ტიპის პრობლემებია. აქ არის პირველ რიგში ფინანსური მდგრადობის პრობლემა. იმიტომ რომ დღეს მაინც ნაკლებად მომგებიანია მედია საქართველოში. არის პრობლემა დამფინანსებლებისა და რეკლამის მიმცემების მოძიების, არის რა თქმა უნდა პრობლემა პროფესიონალიზმის. გასაგებია, კარგით, შემდეგ კიდევ უფრო განვავრცოთ, მანამდე ბატონ გიას მინდა იგივე შეკითხვა დაუსვა, რა გესახებათ, რას ფიქრობთ, რა არის მთავარი პრობლემები, ძირითადი პრობლემები ქართულ მედიაში? ნუ ალბათ ქართულ მედიაზე შეგვიძლია ვთქვათ, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარების მრავალ სხვა
ნაწილზე, რომ ზოგადად ჩვენს დემოკრატიაზე, რომ არის რაღაც მნიშვნელოვანი მიღწევები და მნიშვნელოვანი პოზიტიური, არის მნიშვნელოვანი ნეგატიური, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც განვითარებული დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი მედია გარემო. ისეთი მედია, როგორც უნდა იყოს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში. პრობლემების ჩამონათვალი უკვე გაკეთდა რაღაცნაირად, შეიძლება ვიდავოთ ამა თუ იმ პრობლემის წონაზე, ასე ვთქვათ, და მნიშვნელობაზე. მე ვთვლი, რომ ზოგადად მედია არის არსებითად თავისუფალი იმ აზრით, რომ თუ ვიღაცას უნდა თავრობის კრიტიკა აკრიტიკებს, ცენზურა არ არის, ანუ ხელისუფლების მხრიდან მედიაზე როგორც ასეთზე, მედია არის მრავალფეროვანი იმ თვალსაზრისით, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულების ყოველ შემთხვევაში მედია არსებობს და ეს რეალობა ასეთია. პრობლემა ძირითადად სამია. ჩემი აზრით, ერთი არის ის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულების მედიების, ასე ვთქვათ, გავლენის და თუ მისაწვდომობის დონე არის სხვადასხვა, ანუ რა კი ჯერჯერობით მაინც ტელევიზია არის ძირითადი და ყველაზე გავლენიანი მედია, ამ თვალსაზრისით ვთქვათ, პროსახელისუფლებო მედიას აქვს უფრო მეტი გავლენა ვიდრე ოპოზიციურად განწყობილს. მეორე ეს ფუნდამენტური პრობლემა არის ფინანსური, რომ მედია ვერ გახდა ბიზნესი თავისთავად და ამიტომ მედია ძირითადად ეს სხვადასხვა დონის მედიას ეხება არის უფრო მეტად იარაღი ვთქვათ მათი მისი მფლობელების ხელში ვიდრე საინტერესო ბიზნესი და მესამე ეხება ზოგადად მედია პროფესიონალიზმს და მედია ეთიკას თუ გნებავთ საქართველოში მოდაში არ არის თუ შეიძლება ასე თქვას ობიექტურობა ჟურნალისტებს შორის არის პოლარიზებული მედია რომელიც ან ერთ მხარეს იბრძვის ან მეორე მხარეს გასაგებია იგივე შეკითხვა მაქვს პრინციპში მინდა აზრის გამოთქმის საშუალება მივცეთ ბევრი კვლევა ჩატარებულა და მე მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ აი ზოგად სურათზე რაც ქართულ მედიაში ბატონ კობა და შემდეგ კი ბატონო მე უფრო მეტად მოგახსენებთ საზოგადოებრივ აზრში რა დავინახეთ ჩვენი კვლევების შედეგად ვიდრე ჩემს პირად მოსაზრებებს ეს რასაც ეხლა ვიტყვი დაფუძნებულია ორ კვლევაზე ერთი ჩატარდა 2009 წელს და მეორე 2011 წელს ჩვენ გვაინტერესებდა თუ რას ფიქრობდა მოსახლეობა მედია გარემოზე, მედიის დამოუკიდებლობაზე, როგორ მოიხმარდა მედიას, რას უყურებდა, საიდან იღებდა ინფორმაციას და ასე შემდეგ. მოკლედ სურათი გამოიკვეთა ესეთი, რომ ამ კვლევებმა გვაჩვენა როგორც კარგი ამბავი, ასევე ცუდი ამბავი. ცუდი ამბავით რომ დავიწყოთ, ცუდი ამბავი გახლავთ ის, რომ ინფორმაციის წყაროების მრავალფეროვნება მაინც და მაინც არ შეენიშნება 2009-დან 2011-მდე ამ ხრივ არაფერი არ შეცვლილა და მოსახლეობის თითქმის 90%-ს ტელევიზია რჩება ინფორმაციის ძირითად წყაროდ. თუმცა კარგი ამბავიც აქვე არის ის, რომ ინტერნეტის მოხმარება და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა გაიზარდა საგრძნობლად. წელიწად ნახევარში ეს 2 წელიც კი არ არის 10%-ული მაჩვენებლით გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ყოველ დღე მოიხმარს ინტერნეტს. აქედან გამომდინარე მას აქვს ინფორმაციის ალტერნატიული წყაროს მისაწვდომობა და საშუალება იმისა, რომ უფრო მრავალფეროვანი გახადოს თავისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია. და გამოვეხმაურები უკვე გაკეთებულ კომენტარებს და რას ფიქრობს ხალხი საინფორმაციო საშუალებების პოლიტიკური შეხედულებების თუ მიგერძოების შესახებ, აქ გამოიკვეთა ის, რომ მოსახლეობა ფიქრობს დაახლოებით ისე, როგორც მედიაში კარგად ჩახედული ხალხი, ანუ დაახლოებით 60% ხალხისა ფიქრობს, რომ სამი დიდი არხი, რაც საქართველოში არსებობს, რუსთავი, ორი იმედი და საზოგადოებრივი მაუწყებელიც უფრო მეტად გამოხატავს ხელისუფლების ინტერესებს, ვიდრე სხვა რომელიმე ძალის ინტერესებს. იგივე ითქმის მაესტროსა და კავკასიაზე, აქ ძალიან ბევრი უმეტესობა მოსახლეობის ამბობს, რომ ეს არხები ოპოზიციის სამსახურში, ასე რომ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ მედია თავისუფალია, მაგრამ ეს არ არის ის, როგორც მოსახლეობა აღიქვამს მედიაზე ხელისუფლების გავლენას და ან სხვა პოლიტიკური ძალების გავლენას დღევანდელ საქართველოში. გასაგებია.
გისმენთ თქვენი აზრიც გვაინტერესებს ზოგად სურათზე ქართულ მედიაში. Ну, საერთოდ მე მგონი მედია ძალიან მნიშვნელოვანი როლს თამაშობს საზოგადოებრივი აზრის შექმნაში. ეს ნიშნავს, რომ საჩივრაის მუდმივი ზრუნვა. ეს ევროკავშირსაც ევროპულ ქვეყნებშიც მნიშვნელოვანი და ყოველთვის პრობლემატური არის. რამდენად არის აი მოქალაქეები ჩართული ამ პროცესში, აი მოთხოვნება, რომ ყველა საზოგადოების ნაწილი, ფენა, ინტერესები არის გამოხატული მედიაში. აი ეს ხო გამოხატული ამ გამოკვლევაში, ესაც ერთი პრობლემა არის. მეორე მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი ამაზე უკვე ვისაუბრეთ, არის ჟურნალისტების აი ხარისხის თვითშეგნება. არა მათო ამბების შექმნა, მე მგონი კიდევ გამოძიებელი ჟურნალისტიკის და ანალიტიკური ჟურნალიზმის განვითარება მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან გამიხადა, რომ აი დეკემბერში 2009 წელს იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დამტკიცებული, მე მგონი 135 ჟურნალისტის მიერ ეს რომ თვით თავისნებით იყო ეს დამტკიცებული, როგორც აი თვითმოვალეობა, აი რაღაცა სტანდარტების, პრინციპების რა ქვია, რომ ეს გათვალისწინებული იყოს თავის საქმიანობაში, აი ჟურნალისტური. იმიტომ რომ ჟურნალისტი აი ამ საზოგადოებრივ შექმნის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლს თამაშობს და მე მგონი ეს მნიშვნელოვანია. ერთი მომენტი მე მგონი რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორც ევროკავშირი 2003 წლიდან ვმუშაობთ მედიის სექტორის განვითარებაში და მნიშვნელოვანიც არის რომ რეგიონებში უფრო გაძლიერდება მედიის როლი და ფუნქცია, აი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, ბიუჯეტის შექმნაში, ეს რომ როგორ არის რა პრობლემები არის რეგიონებში, სხვადასხვა მხარეში და ესეთ გასაგებია. კარგი, ჟურნალისტებს ვკითხოთ ჩემს კოლეგებს, მაშინ ელისო, რა მიმართულებით შეინიშნება ქართულ მედიაში რაღაც დადებითი ძვრები და რა მიმართულებით კიდევ უფრო გაუარესება? მოგესალმებით, მე მინდა დავეთანხმო ამ შემთხვევაში ბატონ გიას მოსაზრებას, რომ საქართველოში დღეს ობიექტური ჟურნალისტიკა ცოტა მოდაში არ არის, ანუ რომელიმე მხარეს უფრო მეტად უნდა იხრებოდე ადამიანი, რომ გარკვეული ჯგუფების ინტერესებს გამოხატოს. მოდაში არ არის თუ ამის შესაძლებლობა არ არის? არა, შესაძლებლობა არის, მაგრამ ეს უფრო რთულია, ვიდრე ის, რომ იყო ან უფრო პროსახელისუფლებოდ განწყობილი ჟურნალისტი, გაცილებით ადვილია მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა, გაცილებით ადვილია შენთვის ინფორმაციის მოპოვება და ასე შემდეგ, ხოლო ოპოზიციის მხარეზეც ესე მეტნაკლებად ვფიქრობთ, რომ ზოგიერთ ჩვენი კოლეგა გარკვეულწილად თავის სიმპათიებს გამოხატავს. მაგრამ ეს არ არის ტრაგედია, იმიტომ რომ ევროკავშირის წევრი ისეთ ქვეყანაში, როგორც არის მაგალითად გერმანია, ჟურნალისტები არ ერიდებიან თავიანთი პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვას. მე უფრო სხვა თემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ის რომ ჩვენ არ გვაქვს კარგი მდგომარეობა მედიის თავისუფლების კუთხით, ძალიან ბევრ საერთაშორისო ანგარიშია ასახული, მაგალითად Freedom House-ის ბოლო კვლევებით ვართ 99 ადგილზე და ასე შემდეგ. ასე რომ აი ამის მტკიცებას რაც ფიქრობ რომ ბევრი შეფასებითი თვალსაზრისით და ბევრი კრიტერიუმით არის შეფასებული, მე აღარ დავიწყებ და ჩემს აზრს აღარ გამოვთქვამ. ჩემთვის მედიის თავისუფლება შედგება რამდენიმე კომპონენტისაგან. პირველ რიგში ეს არის ინფორმაციის მოპოვების საშუალება. აქ ჩვენ ძალიან გვიჭირს, იმიტომ რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც თავის დროზე იყო არაჩვეულებრივი საშუალება ჟურნალისტებისათვის, ნელ-ნელა დაიხურა და დღეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით რაღაცა ვადების არ გაწერის გამო თუ საბაჟო მოსაკრებლების რთულად რა მიმართულებით არის ამ კუთხით საქმე, საიდან ჭირს ყველაზე მეტად ინფორმაციის მოპოვება? აი ძალიან ბევრი კვლევა არსებობს ამასთან დაკავშირებით. უამრავმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და მაგალითად ერთ-ერთი ჩემპიონი კვლევებთან და კვლევებში იყო მაგალითად თბილისის მერია. ასევე ძალიან გაუმჭვირვალეა ბევრი სამინისტროს მუშაობა, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო გახლავთ, ძალიან გაუმჭვირვალე უწყება. ცით აქ პრობლემები დგას, ჩვენ გვესმის რას ნიშნავს კომერციული საიდუმლოება, სახელმწიფო საიდუმლოება
შემთხვევებმა, მაგრამ როდესაც ძალიან ბანალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ტენდერი, გეუბნებიან, რომ ეს არის საიდუმლოება, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ესეთი ყურით მოთრეული თუ აი როგორ გითხრათ, შემთხვევით მე დადებითიც მინდა აღვნიშნო, მაგალითად რამდენიმე დღის წინაც CS:GO და მივიღე ძალიან დიდი სერიოზული მასალა, რომელსაც დრო სჭირდება, რა თქმა უნდა, რომ დავამუშავოთ, მაგრამ ეს იყო ისეთი პრეცედენტი, როდესაც პირველად მე მგონი ჩემს ცხოვრებაში ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ზუსტად ჩემს შეკითხვაზე გასცეს პასუხი. მე სექტემბერში თვითონ ჩავატარე კვლევა და 11 სამინისტროში შევიტანე განცხადება, ზოგიერთი ისეთი, რომელზეც პასუხი საერთოდ არ მაინტერესებდა. მაგალითად, რამდენია ვანო მერაბიშვილის ხელფასი. მაგალითად, დევნილთა სამინისტროში რაღაცა როგორია კომპენსაციის გაცემა რამდენ ადამიანზე, ზოგადი ციფრი და არა კონკრეტული სახელებით და გვარებით. საერთოდ პასუხი არ მიმიღია უმეტესობიდან, ან 30 განცხადებიდან 3-ზე მივიღე პასუხი, სრულყოფილი. ერთი იყო ბატონი გიგაბოკერიას დამსახურება, იმიტომ რომ ის იყო მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამიტომ რასაც ბატონი ოლივერი ბრძანებს საგამოძიებო და ანალიტიკური ჟურნალისტიკა ღმერთო ჩემ თუ კი ინფორმაცია არა გაქვს რისი ანალიზი უნდა გავაკეთო მაგრამ ეს ჟურნალისტებს საერთოდ როგორი ტენდენცია შეინიშნება უფრო მეტად აძლევს სტიმულს თქვათ ის რომ ინფორმაციას უკეტავენ თუ ხელს შეიქნებენ ხოლმე როგორი სიტუაციაა ჩვენ მივმართავთ სასამართლოს მაგრამ მე არა ვარ ისეთი მდიდარი მედია ორგანიზაციის წარმომადგენელი რომ შემეტანა 30 სარჩელი ეს არის 3000 ლარი მხოლოდ პირველ ინსტანციაში ამიტომ ჩვენ პარლამენტში უკვე დიდი ხანია გვაქვს შეტანილი 7 კანონპროექტში ცვლილებები ელოდება განხილვას მე მივესალმები მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს რაზეც ილაპარაკა ქალბატონმა ქეთიმ რომ ეს პოზიტიურია უდავოდ და 1 იანვრიდან შევაძალაშ და ჩვენ გავიგებთ ვინ არიან ნაციონალური მედია არხების მფლობელები, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ კანონპროექტებს, მე იმედი მაქვს, რომ არჩევნების წინა პერიოდში მოხდება მაინც მათი განხილვა. პირველი ასე ვთქვათ, პრობლემა და ხარვეზები ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით დანარჩენი გითხარით ძალიან მოკლედ. ძალიან მოკლედ გეტყვით, რა თქმა უნდა, ეს არის კანონმდებლობა ჩვენ მეტნაკლებად კარგი გვაქვს, თუმცა მაგალითად უნგრეთზე გაცილებით უკეთესი კანონმდებლობა გვაქვს და უკეთეს სიტუაცია შეიძლება იყოს მფლობელობის მხრივ ვიდრე არის მაგალითად იტალიაში თუმცა ეგ ბევრი სხვა კომპონენტია უკეთესობისკენ ინფორმაციის გავრცელებას არავინ არ გვიშლის თუმცა ბეჭდურ მედიას აქაც აქვს პრობლემები და ამიტომ ჩვენ გვინდა ეს ბეჭდური მედიის გავრცელების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებიც გვაქვს ასევე პარლამენტში შეტანილი და რაც მთავარია რეაგირება მედიაში გამოქვეყნებულ თუ გადაცემულ მასალაზე აი ამ თვალსაზრისით ძალიან უკან ვართ და ერთ წინადადებას ვიტყვი მეც ამ გადაცემაში არ შეგაწუხებთ ჩემთვის ლაკმუსი იქნება ის თუ როგორ გამოიძიებენ 26 მაისს ჟურნალისტების ცემის ფაქტებს ამაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება და ლაკმუსი თუ სურს თუ არა მას ასეთი ტიპის დანაშაულობების გამოძიება იქნება სწორედ ამ კვლევის შედეგები ნინოს გადაიცით თუ შეიძლება გეკეთია მიკროფონი კარგი თავარი ხარვეზები მე მინდა თქვენს თქვათ ნინო რას ხედავთ ქართულ მედიაში ძალიან ბევრი რამე ითქვა და შევეცდები რომ უბრალოდ არ გავიმეორო იგივე რასაც ვეთანხმები უბრალოდ ესეთი შეგრძნებაა რომ მედია უფრო მკვდარია ვიდრე ცოცხალი და ეს უფრო ეხება სწორედ იმ მედიას საიდანაც 90% იღებს ინფორმაციას ეს ეხება ელექტრონულ მედიას დიდ მაუწყებლებს და ყველაზე და ამის ბევრი სხვადასხვა მიზეზი არსებობს ის რომ მედია არ არის ეს არის თავარი იცი რა თოქ-შოუები უფრო არის ვიდრე ის რაზეც მსჯელობს მედია ან რას აკეთებს თუნდაც ის რომ არ არის ჟურნალისტური გამოძიებები ტელევიზიაში ეს დიდი დანაკარგია თუნდაც ის რომ ხშირად მედიას არ უდევს პულსზე ხელი და უფრო იმ თემებს გვთავაზობს განსახილველად რომელიც
კი არის ნაწილია, ვიდრე ის თემები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს ან აღელვებს. ამას უფრო გულისხმობ. და ამის ბევრი მიზეზი არსებობს ის, რომ მედია ლოიალურია, ბოლომდე არ ვიცი, ჭირდება თუ არა ხელისუფლებას ცენზურა იმისათვის, რომ მედია იყოს ლოიალური თუ არა, ეს კვლევის საგანი უნდა გახდეს, მე მგონი უფრო რო ვილაპარაკოთ, მაგრამ თუ არის ცოცხალი მედია უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ეს ახლა ინტერნეტში ხდება, სოციალურ ქსელებში ხდება, ელექტრონულ გამოცემებში ხდება და იმიტომაც რომ ინტერაქტიულია იქ თითქოს დიდმა მაუწყებლებმა დააკარგეს რაღაც კავშირი საზოგადოებასთან, თავის პუბლიკასთან და აქ უფრო ცოცხალია ეს აზრების გაცვლა და ასე ვთქვათ რეაქცია. მაგრამ აქ პრობლემა არის სხვა, ის რომ ამ ტიპის მედიას არ აქვს გავლენა. ის ნაკლებად ქმნის საზოგადოებრივ აზრს, სწორედ ალბათ იმიტომ, რომ 90% ადამიანების სხვა წყაროებს ირჩევენ იმისათვის, რომ ინფორმაცია მიიღონ და ბევრს არ აქვს ეს შესაძლებლობა, რომ იყოს ჩართული იმ ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომელიც მიდის ახლა. ნინო, ბევრჯერ ვახსენეთ აი ახლა თუნდაც აი 15 წუთიან საუბარში საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ელისომ თქვა მიზეზი, რომ ჩაკეტილია ინფორმაცია და ძნელია. აი, ჟურნალის რა შეუძლია ვთქვათ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ვთქვათ პრობლემა აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას ინფორმაციის მოპოვების. სხვა რა შეუძლია გააკეთოს? ანუ უნდა ჩაიქნიოს საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე. არა, ხო. ეს ხდება ყველგან, ყველა დროში და ეს იქნება მუდამ. ჩვენ ჟურნალისტებს ეს რაღაც თვალსაზრისით გარკვეული ბრძოლა, ომია და ყოველთვის შეეცდებიან ადამიანები, რომლებსაც ამის საშუალება ექნებათ, ვინც ძალაუფლებაშია, ვინც ხელისუფლებას ფლობს. ეს ინფორმაცია დავალონ, არ მოგცენ. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთან არ არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა და სხვაგან არის. ის რომ ის ინფორმაცია, რაზეც ჩვენ გვიწევს ომი, ელემენტარულია, საჯარო ინფორმაცია, ეს ეკუთვნის საზოგადოებას, ეს ეკუთვნის მედიას, არა მარტო ჟურნალისტებს, არამედ ჩვენს მაყურებლებს და მკითხველებს. და ამაში არის პრობლემა, რომ ესეთი ტიპის ინფორმაცია იმალება. არავის არ ჩაუქნევია, მე მგონი ხელი აქამდე და არც არავინ აპირებს. არის ლაპარაკი იმაზე, რომ ქართულ მედიაში საგამოძიებო ჟურნალისტიკა არ არის პრაქტიკულად. ამაზე მიდის ლაპარაკი. საგამოძიებო ჟურნალისტიკა არის ძალიან რთული ჟანრი ჟურნალისტიკის, ძალიან ძვირად ღირებული ჟანრი ჟურნალისტიკის და ძალიან დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს. ანუ ყველაზე რთული შესაჭიდია, ასე ვთქვათ და ძნელია ჟურნალისტური გამოძიების გაკეთება. ის რომ ინფორმაციას არ გაძლევენ, ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტური გამოძიება არ იქნება, მაგრამ ანუ ფინანსურ რესურსებსაც გულისხმობს ამას. აბსოლუტურად, ყველაფერი საბოლოო ჯამში ამაზე მიდის. გასაგები. დავით, უფრო მკვდარია მედია, ვიდრე ცოცხალია, ესეთი შეფასება იყო, ეთანხმებით თუ არა ამას? მე უფრო ზუსტი აღწერები მირჩენია, იმიტომ რომ არ ვიცი ამ შემთხვევაში ნინო მკვდარს და ცოცხალს რას უწოდებს და როგორ ასხარებს. რო არ სუნთქავს. მომენტად მეტაფორებში მივიდივართ და მირჩენია ვაპარაკოთ უფრო არსებითი და ხელშესახები სიტყვებით, ხო? მოგეთ მკვდარი და ცოცხალი არის, არ ვიცით, მაგრამ რო იმისათვის რომ არ გავიმეორო, რაც ითქვა ბევრი რამ მაგ და რასაც არის კიდე მკვდარი ცოცხალი თქვა და არის სხვა რამეს. ეს არის პროფესიონალიზმის ნაკლებობა, რაც ამ შემთხვევაში ვლინდება შემდეგ მოვლენაში. საქართველოში არის ბევრი ჟურნალისტური სკოლა, არის ძალიან ბევრი ჟურნალისტი, ანუ პროფესიით ჟურნალისტი და კიდე ჟურნალისტების მოსურნე ადამიანი, რომელსაც პრაქტიკულად აქვს სულად გამოუსადეგარი ცოდნა და უნარები ამ ხელობისთვის. როცა ის მოდის საქმეში, სამუშაოდ მოდის ჟურნალისტად, ხო აღმოაჩენს, რომ უნივერსიტეტში რაც ისწავლა, ის მას არ არგიარა სამწუხაროდ. და უწევს ადგილზე ორიენტირება, ნულიდან უწევს ორიენტირება პროფესიაში და ამას ეს ქმნის პრობლემებს. ეს ქმნის აი ადგილზე ნაბიჯის ბუქსაობის, თუ რაც ქვია ქართულად ამას არის, ბუქსაობის, ბუქსაობა როგორ არის? ხო, არ ვიცი როგორ არის, მაგრამ როგორც არის ეფექტს.
ხო ნელა იზრდებიან ძალიან. იმისათვის რომ იმის ნაცვლად რომ თქვა იმ 80 წელმა განათლების ამ მოამზადოს ადამიანი რა გინდა რა სფეროში სამუშაოდ და მათ შორის ჟურნალისტიკაშიც ის არ ამზადებს ის აზრს სულ სხვა არარელევანტურ ცოდნას სტუდენტს და მეორე ის მოდის სავალდებულზე. როცა ეთიკურ ჟურნალისტიკას, ობიექტურ ჟურნალისტიკას უმაღლეს სასწავლებელში რატო არ აქვთ, როგორ ფიქრობ ჟურნალისტებს იმის შესაძლებლობა, რომ იგივე გააკეთონ პრაქტიკულად? მოდი ესე ვთქვათ, ეთიკური ჟურნალისტიკის სწავლების ეფექტი შეიძლება იყოს ნული, იმიტომ რომ შენ მას ვერ უსაბუთებ, რატო უნდა იყოს ეთიკური ჟურნალისტი, ხო? რითი ჯობია რომ ეთიკური ჟურნალისტი იყოს. მას მოდი ესე ვთქვათ რა, ისინი ხედავენ წარმატებულ ჟურნალისტებს, სახელიანებს, რომელთაც შეიძლება მოსდევთ ასევე ერთმა მიცეთ ამაზე ლაპარაკი არ არის და კიდევ რაღაცა რეპუტაციაც აქვს ხალხი ის რომ ხალხს უყვარს ხო და ამავე დროს ეს ჟურნალისტები არ არის მაინც ახლოს ეთიკურ ჟურნალისტიკასთან ესეთ ფონზე შენ ვერ არწმუნებ მომავალ ჟურნალისტს რომ იცი შენ უნდა იყო ეთიკური იმიტომ რომ ეთიკურს და წარმატებულს ის ვერ ხედავს ერთად რა ხედავს სხვანაირ მაგალითებს ამიტომაც ცოტა ძნელად არის მან საქმე მაგ მხრივ ერთი კითხვა მაქვს ბოდიში თუ დღის წესს ამ თქვენ თავისუფალი ყობასთან მაქვს კითხვა რომ თქვენ ბრძანეთ რომ თქვენმა კვლევა მაჩვენა რომ სამ ძირითად არხს აღიქვამენ როგორც ხელისუფლების ინტერესების გამტარებას არ ვიცი თქვენი კვლევა რამდენად ღრმა იყო მაგრამ რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან რა ანუ აი ხელისუფლების რომელი ინტერესების გამტარებლად აღიქვამენ ამ არხებს საერთოდ ხელისუფლების ინტერესებს რას ეძახიან ანაც ხელისუფლების ინტერესი არის მხოლოდ ხელისუფლების ინტერესი და ის გამორიცხულია იყოს მოქალაქეთა რაღაც ნაწილის ინტერესი ან ემთხვეოდეს ნაწილობრივ მაინც სახელმწიფო ინტერესს ამის ინტერესი არსებობს რომ რა გამოდის რომ ხელისუფლება მაშინ სექტაა და ტელევიზიებიც ემსახურებიან ამ სექტას ისე რომ არავის ინტერესს გარდა აი ამ სექტისა არ პასუხობენ ასეა ზუსტად მასე არ არის, იმიტომ რომ ეს კითხვა იყო საკმაოდ ზოგადი, ეს კითხვა იყო დასმული შემდეგნაირად, როდესაც ტელევიზიები აშუქებენ ახალ ამბებს და მიმდინარე მოვლენებს, ვის ინტერესებშია ეს გაშუქება, ვის როგორ წარმოაჩენენ. უკეთებენ თუ არა პიარს ხელისუფლებას. ასე არ იყო კითხვა დასმული, მაგრამ შეიძლება ასეთი ინტერპრეტაცია მიეცეს, მაგრამ ეხლა რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ხელისუფლება ვიღას ინტერესებში მოქმედებს. რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული ასევე რომ ხალხი ფიქრობდეს რომ ხელისუფლება ნაწილობრივ ხალხის ინტერესებში მოქმედებს და ეს ჩანს სხვა კითხვიდანაც სადაც ჩვენ ვეკითხებით რამდენად ემსახურებიან სატელევიზიო არხები და ჟურნალისტები თქვენნაირი ადამიანების ინტერესებს როგორც იქ გაიზარდა მაჩვენებელი ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებიან თუ არა ასევე გაიზარდა იქაც მაჩვენებელი თქვენნაირი ადამიანის ინტერესებს ემსახურებიან ეს არხები თუ არა ასე რომ რა თქმა უნდა ეხლა ამის ანალიზი კიდე ცალკე საკითხია და საკმაოდ ხმა ანალიზი მოითხოვს მაგრამ რა თქმა უნდა ხელისუფლების როგორც ჩვეულებრივი მაყურებელი ხედავს ხელისუფლების ინტერესს ზოგადად რომ დარჩეს ხელისუფლებაში და მართოს ქვეყანა და ხალხის ინტერესს ნაწილობრივ გადაფარვაც ხედავს რა თქმა უნდა ასაგებასუხე თქვენ კითხვას კი ბატონო მადლობთ ბაჩი თქვენი აზრით თავარი რა არის მაინც პრობლემა ჯერთი დაისვა საკითხი რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ასე შემდეგ და მეორე მხარეს ასევე პროფესიონალიზმი. თავი პრობლემა და მე ვფიქრობ ალბათ ერთადერთი პრობლემა გახლავთ თავისუფლება. როდესაც საუბრობ პროფესიონალიზმზე ცოტათი რთული არის სპორტსმენს მოვთხოვოთ ცურის ნორმატივის ჩაბარება, როდესაც მას აუზში წყალი არ უსხია. და ვთქვათ მოვთხოვოთ პასუხი რატო ვერ ფარავს რაღაცა მანძილს, რაღაცა დროში. წყალი არ უსხია ადამიანს და სად ცურვაზეა ლაპარაკი არ მესმის. ეს როდესაც საუბარი არის ვთქვათ ტელევიზიებზე. მეორე მომენტი არის იყო საუბარი კი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ადამიანს შეუძლია გააკრიტიკოს მთავრობა ან გამოთქვას ესე ვთქვათ ალტერნატიული აზრი. ტელევიზიაში ამის საშუალება არის, მაგრამ აქაც ისევ შედარებითობის პრინციპი მუშაობს. ერთია რომ თქვა როგორ შეიძლება ორი ადამიანი თქვა ორ ადამიანზე რომ ისინი თანაბარ მდგომარეობაში როდესაც ერთ შეუძლია მხოლოდ მეგაფონით ლაპარაკი ან მეგაფონის გარეშე და მეორეს აქვს წარმოვიდგინოთ რაღაცა რა ვიცი რამდენიმე 1000 ვატიანი ხმის გამაძლიერებელი ანუ საუბარია ტელევიზიაზე რომელიც თქვა მაუწყებლობს რამდენიმე უბანზე ქალაქში და ტელევიზიაზე რომელიც მაუწყებლობს მთელ საქართველოს და არა მხოლოდ აქაც ისევ და ისევ ვფიქრობ რაღაც თავისუფლების მომენტი არის ერთადერთი. ამის შემდეგ როგორც კი მოგვარდება ეს თავისუფლების პრობლემა. ვფიქრობ მოგვარდება
ავტომატურად პროფესიონალიზმის პრობლემაც, იმიტომ რომ მოთხოვნა გაჩნდება ამისი. დათომსრულებით სწორად ბრძანა რაც ბრძანა. გაჩნდება, როდესაც მოგვარდება თავისუფლების პრობლემა იგივე ეკონომიკაში, მოგვარდება სარეკლამო ბაზარზე ანალოგიური პრობლემაც. როდესაც იქნება თავისუფალი თქვა ტელევიზია და არ იქნება დაფინანსებული ვინმეს მიერ, მართალია ეს მიიღებს გაცილებით უფრო ცოტა ფულს, მაგრამ ეს ფული იქნება მისი. და მას ექნება საშუალება მართოს როგორც ბიზნესი, ეს ბიზნესი როგორც ბატონმა გიამბრძანა და ეს პრობლემაც მოიხსნება, იმიტომ რომ გადაიქცევა მართლაც ბიზნესად მედია. ასე რომ რამდენიც არ მეგულაპარაკოთ, ალბათ ისო თავისუფლებამდე მივდივართ. თავარი და ერთადერთი პრობლემა ჩემი აზრით ეგ არის თავისუფლება. გასაგებია და არის კიდევ არჩევანი, ჩვენ შევეხეთ საკითხს მედიის პოლარიზებასთან დაკავშირებით, რა განაპირობებს ამ პოლარიზებას? არის მხოლოდ პოლიტიკური სიმპათია, ძალიან ხშირად ხედავთ, რომ ეს პოლიტიკური სიმპათიებიც იცვლება. კიდევ რამე სხვა მიზეზია ხალხმა თქვენ მინდა გითხოთ. ყველაზე რთული პრობლემა, რაც უდგას დღეს ქართულ მედიას, ჩემი აზრით, არის სწორედ დამოუკიდებლობის და თავისუფლების პრობლემა. და დანარჩენი ყველაფერი არის ამ პრობლემის თანხლები, ის რომ ინფორმაციის მოპოვება არის რთული, ის რომ ჟურნალისტურ გამოძიებაზე ამბობს მედია საშუალებები ვარ, სწორედ იმიტომ რომ ეს არის ძვირი ფუფუნება და ასევე ამ პრობლემას ერთვის ინფორმაციის მოპოვების სირთულე. აი ელისომ თქვა რომ ობიექტური ჟურნალისტიკა არის რთული. რატო არის რთული? არის რთული იმიტომ რომ როცა ობიექტურად ცდილობ მოვლენები გააშუქო, იქ არის გარკვეული საფრთხეები, იქ არის გარკვეული შიშები პირდაპირ მნიშვნელობით მე არ გულისხმობ რაღაც პირდაპირ მნიშვნელობით ზეწოლაზე არის შიში იმის რომ იქ სარეკლამო ბაზარი არის დასარეგულირებელი, იქ უამრავი რაღაცა, ეს არის ყველაფერი ერთმანეთთან თანხლები პროცესები. რაც შეეხება პროფესიონალისტს, ასევე ჟურნალისტს და პროფესიონალისტს, ეს ყველაფერი მოდის სწორედ ობიექტურობიდან და თავისუფლებიდან მედიის. ჩვენ ვერ ვაძლევთ მათ სათანადო მაგალითს მომავალ ჟურნალისტებს იმისი, რომ ვიყოთ როგორც ბატონო დათომ ბრძანა, თან წარმატებულები და თან პროფესიონალები, თან თავისუფლები და თან პოპულარულები. ასეთი მაგალითი აქვთ ძალიან ცოტა. და სწორედ ამიტომ ისინი არ მოდიან იმ განწყობით, რომ იყვნენ ობიექტურები. გასაგებია. მე გკითხეთ პოლარიზმ ის ჟურნალისტები როგორ ფიქრობთ თქვენი აზრით ბოდიში ვახო. კი ბატონო. როგორ ფიქრობთ, რატო არიან ის ადამიანები, ან ის ჟურნალისტები უფრო პოპულარულები, რომლებიც ასე ვთქვათ, გარკვეულ ჟურნალისტურ ეთიკურ სტანდარტებს არ იცავენ? არა მარტო ეთიკურს, ვთქვათ, პროფესიონალურს. ეს თქვენ ფიქრობთ, რომ საზოგადოების პრიორიტეტებია? არა. ეს არის საზოგადოების ადამიანები რომ მეტად ჩანან, იმიტომ რომ მეტი ფული იხარჯება მათ რეკლამირებაზე. მოდით პირდაპირ ვთქვათ მასში ყველაფერი, ხო? უფრო ცნობადები არიან სწორედ ამიტომ და სწორედ ამიტომ ხდებიან პოპულარულები და ბუნებრივია ახალგაზრდა ადამიანს, მომავალ ჟურნალისტს მოსწონს პოპულარული და ცნობადი ადამიანი. ამაში არაფერი არ არის დასაძრახი, სანამ ის როგორც პიროვნება ჩამოყალიბდება ბოლომდე და ჩვენ მივცემთ, თუ არ მივცემთ მას საშუალებას, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს და გაარჩიოს, ასე ვთქვათ, შავი თეთრისგან. მას ყოველთვის მოეწონება ასეთი ცნობადი და პოპულარული ამბავი, რომელიც მას უმზადს თუნდაც ბილბორდიდან, ლამაზე ჩაცმო. გასაგებია, მე გკითხეთ პოლარიზებასთან დაკავშირებით, რატოა ქართული მედია დღეს პოლარიზებული? სწორედ ამიტომ არის ქართული მედია პოლარიზებული. სწორედ ამიტომაა, რომ ცოტა აქვს მედიას არსებობისათვის არჩევანი. ძალიან ცოტაა საქართველოში მედია ბიზნეს სტრუქტურა და ბიზნეს ჯგუფი. ძალიან ცოტა. და ის იძულებულია გახდეს პოლარიზებული, ან ერთ მხარეს იყოს, ან მეორე მხარეს. არჩევანი აქვს ცოტა სამწუხაროდ. გასაგებია, ბატონ გია, რა სჭირდება ქართულ მედიას დღეს იმისთვის და როგორ უნდა მოიპოვოს, რომ დამოუკიდებელი იყოს და არ იყოს პოლიტიკურ ჯგუფებზე თქვა დამოუკიდებული. ბიზნესთან პირდაპირ კავშირზე თუ ასეთ სიტუაციას ვხატავთ, როგორცაც ვხატავთ, ესე იგი ვერ გადის. მაშინ როგორი იქნება საერთოდ ქართული მედიის მომავალი ამ შემთხვევაში? ეს მეც ძალიან მაინტერესებს ამაზე კონკრეტული, ასე ვთქვათ, იდეები და კონკრეტული წინადადებები, ვეძებ ასეთ წინადადებებს და ჯერჯერობით სამწუხაროდ ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი. წლების განმავლობაში განსაკუთრებით ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ისმის, რომ ნომერ პირველი არის მედია გამჭვირვალობა, ხო ვთქვათ. მიიღო კანონი, რომელზეც აბსოლუტური უმრავლესობა თანხდება, რომ კარგია და გვექნება მედია მფლობელების გამჭვირვალობა, რომ გვეცოდინება ვინ არიან მედია მფლობელები. შემდეგ შეკითხვაა, რომ გავიგებთ, რომ ვინ არის მედია მფლობელი, ესე იგი პრინციპულად შეიცვლება რამე.
ну, პასუხი ჩვეულებრივ არის, არა, პრინციპულად არაფერი არ შეიცვლება, მე დარწმუნებული ვარ, პრინციპულად არაფერი არ შეიცვლება, რატოა ეს იმედი არ ჩანს, რას ეფუძნება ეს იმედი, იმიტომ რომ მედიაზეც ვიცით ვინ არის მის იმფლობელი, გინდა პროსახელისუფლებო ორიენტაციის, გინდა ოპოზიციური ორიენტაციის, ამითი რა, ასე ვთქვათ, ამის გამო ის უკეთესი ხდება, უკეთესია, ვიდრე ის ვისი მფლობელიც არ ვიცით. ესე იგი, მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, მეც ვეთანხმები იმას, რომ კარგია, რომ მეტი გამჭვირვალობა იქნება მედიის მფლობელობაში, მედიის მფლობელთა საკითხში, მაგრამ ამით ავტომატურად არ შეიცვლება ვითარება. ასე რომ მე მგონია სამწუხაროდ, რომ როგორც ზოგადად ისევ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ისე მედიის განვითარების თვალსაზრისით, სასამართლოს განვითარების თვალსაზრისით და ასე შემდეგ, ჩვენ რაღაცნაირად ისეთ განვითარების ისეთ ეტაპზე ვართ, როდესაც რაღაც, ასე ვთქვათ, მაგიური გადაწყვეტები არ არსებობს. აი, თავისუფლებაზე იყო ლაპარაკი, რაღაც ცოტა, ну, ისე კონკრეტულად თუ ვილაპარაკეთ, კონკრეტული ტერმინები და არასდახტულით, გაუგებარია ჩემთვის ცოტა რას ნიშნავს თავისუფლების პრობლემა, იმიტომ რომ არსებობს სამის პროსახელისუფლებო მედია და რახანის პროსახელისუფლებოა ავტომატურად ითვლება, რომ ის არათავისუფალია. თუ არის ოპოზიციურად განწყობილი, ესე იგი ის თავისუფალია. ხო, რაღაც ასეთი ეს არის, ასე ვთქვათ, სტერეოტიპი, მაგრამ ნუ ვთქვათ ის სამი რომ რესურსებშია უკაც არა, რესურსები ცოტა სხვა რამეა ვიდრე თავისუფლება. ესე იგი თავისუფლებაში კი არ არის საქმე, რესურსებში, ეს უკვე სხვა რამეა. რესურსები საიდან მოდის, ბატონოგია? ხო, ნუ წიაღისე უზე მუშაობს, ან იმედი ან რუსთავი ორი, ან მაგინ საწარგებლო წიაღისე უზე? არა, არა. ვიწიდან ამოაქვთ ეს? არა, გასაგებია, ისინი ცუდები არიან, თქვათ. არა, მე არ მithქვი, ყველას აქვს უფლება. მე ვთქვი. ხო, თქვათ ისინი არ გეთანხმებით ამაში. არ, კი ბატონო. ისინი გადავდოთ, თქვათ, საგაზეთო ბეჭდვითი მედია, ну, ითვლება, რომ თავისუფლების პრობლემა იქ არ არის, ხო, იმდენად. Ну, მე პირადად არ ვთვლი, რომ კარგი გაზეთი საქართველოში არ არსებობს. დღეს ნორმალური პროფესიული არსებობს შუალედური შეფასება ნახევრად თავისუფალი მედია. ну, რაღაც რესურსები ეს რას არსებობს კიდევ ერთი შუალედური ტერმინი, ასე ვთქვათ, ნახევრად თავისუფალი მედია. ეს რას ნიშნავს? არ ვიცი, ვინც ამ ტერმინს ხმარობს, იმან ხარბატონმა შეფასება. ამ ტერმინს გაგახსენებ, გია რომ ჩვენ კი არ ხმარობთ მარტო Freedom House-ი, ანუ თავისუფლების სახლი ხმარობს და სამწუხაროდ როდესაც უყურებდი ანგარიშს ნახევრად თავისუფალი მედია და იქ მოგეხსენება ნაწილობრივ თავისუფალი. არა, ეს იქია ნახევრად ნაწილობრივ, ხო, ნაწილობრივ თავისუფალი. ბუნებრივი ესეთი სიტყვაა, ხო? ცოტა არაფორმალური და საინტერესო რა არის, მე მივაქცია ყურადღება, რომ თავისუფლების ხარისხია იქ სწორედ საუბარი და ჩვენ წლების მანძილზე ვართ ხოლმე ამ ნაწილობრივ თავისუფალი მედიის ქვეყნებში ვხვდებით, მაგრამ ბოლო წლებში სამწუხაროდ გადავედით უკვე კიდისკენ. ანუ იქ სადაც აი 59 რო ახსენა ელისომ, ეს არის ქულა, რომელიც ჩვენ ბოლო წლებში მივიღეთ. 60-დან უკვე იწყება არათავისუფალი მედიის მქონე ქვეყნები. გამოცხადებასავით არიცი რას ჩვენ ყველანი მათ მივიჩნევთ საკმაოდ ესეთ კომპეტენტურ ორგანიზაციას. რას ეფუძნებიან კვლევისას? როგორ ადგენ? ძალიან ბევრი კრიტერიუმი მოიხატება, ხო? შენ მაშინ ასევე რიცხვები უნდა გეღოს კვლევაში. კი ბატონო, გიპასუხებ. იქ არის ძალიან ბევრი კრიტერიუმი. ერთი, რაოდენობა მედიისა, რომელიც იხურება, თქვა, წლის მანძილზე. არის ხოლმე დამოკიდებულება ჟურნალისტებისადმი, ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევა. ძალიან ბევრი ფაქტორია და ერთობლივად. კი, ახლა ხანდახან ზუსტი რიცხვი 59-ია თუ 58, ალბათ ძნელია, მაგრამ Freedom House-ი ამტკიცებს, რომ მას აქვს საკმაოდ ესეთი მეცნიერული მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზე ხდება მეთოდოლოგიას საკმაოდ ესეთია რთულია, ესე იგი, მაგას ვამბობ, რამდენიმე ფაქტორს ერთობლივად ითვლიან, ასევე ითვლიან ხელმისაწვდომობას მედიისა, ანუ მაგალითად იმ წელს, როდესაც თქვა ჩვენთან იმედზე მოხდა ასე ვთქვა თავდასხმა, იმ წელს ძალიან გაუარესდა ჩვენი მაჩვენებელი, ასევე სხვა ჩვენს დამატებითი გაუარესება გამოიწვია იმან, რომ მაშინ მოხდა გარკვეული საიტების დაბლოკვა. დაუშვათ ახლა შეიძლება ჩვენთვის ტრაგედია არ იყოს, რომ რამდენიმე რუსული საიტი დაიბლოკა, მაგრამ ესეც დათვლილი იქნა იმ კრიტერიუმებში. თუ ნებას მომცემთ კიდევ მოკლედ თუ შეიძლება მე ბატონ გიას და ამ შემთხვევაში თქვენ ბატონ გიას რასაც ეკითხებოდით, ხო, რომ რა შეიძლება გააკეთოს თუ მომავალზე საუბრობთ? არა, მომავალზე დავსვით შეკითხვა და შემდეგ ბატონ გია თანამედროვეობაზე გადმოვიდა. მედია მფლობელობის გამჭირვებაზე, რომ ამის მიღწევა მნიშვნელოვანია. მაგრამ ბატონ გია ამბობს, რომ პრინციპულად შეიძლება თუ არა, რამე არავინ არ იცის. ნახოთ შეიძლება თუ არა. მაგალითად ვამბობდი, მაგრამ არა მარტო მედია მფლობელობის, ის რომ თავისთავად ოფშორული
მონაწილეობა ტელევიზიებში აიგზალება 2012 წლიდან ჩემი საზრით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მომავალში გვეცოდინება ვინ არის პატრონი. იმიტომ რომ ჯობს ვიცოდე. აი ხე იმიტომ რომ როდესაც ანუ ეს მაყურებლისთვის ყიდული აგვისტოს 5 დღის პროდიუსერი ვიცით კარგად. აი რა იცვლება ამით? კინოც მედიაა და ამიტომ კითხულობ. ანუ კინო ცოტა სხვა რამეა, ხელოვნება, თუმცა კი დაკვეთით გადაღებული ფილმია, ხო? ანუ აქ ლაპარაკია იმაზე, მაყურებლისთვის შეიძლება თუ არა რა. არ ვითხოვდით თავის დროზე, როდესაც მედია კოალიცია მას საუბრობდა, ჩვენ კონცენტრაციაზეც საუბრობდით. და რა არის საინტერესო, მე ძალიან ერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. არსებობს ესეთი GIG ჯგუფი. მას და არ ვიცით ჩვენ რეალურად ვინ არის მისი მფლობელი. მას აქვს თქვა არა მარტო მაღალი ესე იგი მფლობელობა თითოეულ მედიაში, არამედ რამდენიმეში ერთდროულად. ესე იგი ერთდროულად ფლობს მაღალ წილს 45-ს რუსთავში, 55-ს იმედში, მზეში უბრალოდ უკაცრავად. შემდეგ მეორე ჯგუფი, რომელიც მთლიანად ოფშორშია და დარეგისტრირებული ფლობს 70-მდე პროცენტს ერთ ტელევიზიაში და 40% მეორეში. ანუ აი ამ შემთხვევაში ჩვენ საერთოდ არ ვიცით, ვინ მართავს ამ ტელევიზიას, რა დამოკიდებულება აქვს მას ხელისუფლებაზე, შესაძლოა პრინციპულად დამოკიდებულია ის ხელისუფლებაზე, ან შესაძლოა პრინციპულად დამოკიდებულია ოპოზიციაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია. რა იწვევს ახლა ამის შედეგად ეს არ ცოდნა, ისიც რომ თვითონაც არ არის ახლა დარწმუნებული, შედეგი გვაქვს ის რომ 2004 წლის შემდეგ ზოგიერთ ტელევიზიაში ძალიან ბევრჯერ შეიცვალა მფლობელობა და ეს თავისთავად მე მგონი მედიის თვალსაზრისით ძალიან შემაშფოთებელი უნდა იყოს. იგივე რუსთავში, მზეზე და იმედზე რამდენჯერმე მოხდა მფლობელების შესვლა, ისე რომ ჩვენ ვერც კი გავიგეთ ვის ეკუთვნოდა და ვის ეკუთვნის ეს. გასაგები ბატონო გია გაგაწყვეტინეთ და ნუ მე უბრალოდ Freedom House-ი რა ხანახსენეთ რაღაც საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე მე ვიყავი ავტორი, ასე ვთქვათ, რეპორტების ზოგადად საქართველოს დემოკრატიაზე, სადაც ერთ-ერთი თავია მედიაზე, ასე რომ და გვითხარით რას ნიშნავს ეს ნაწილობრივ თავისუფლება აქ არის ფართო გაგებით, რომ აი თავისუფალი მედია, ანუ დემოკრატიული ქვეყნის მედია როგორიც უნდა იყოს, ის არის თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი ნიშნავს, რომ არის რაღაც სერიოზული დეფექტები, ასე ვთქვათ, სერიოზული ნაკლოვანებები იმ მედია გარემოში, მაგალითად, ნუ როდესაც ну ბუნებრივია იმედის ის რომ იყო ეპიზოდი ამაზე ძალიან ვარდება რეიტინგი, როდესაც გაიგებენ რომ თქვა სადღაც გორში ან თელავში ვიღაც სცენას ჟურნალისტი ამაზეც უარესდება რეიტინგი და ასე შემდეგ, მაგრამ მე როდესაც ვამბობ ლაპარაკობდი თავისუფლებაზე ვლაპარაკობდი ამ სიტყვის უფრო ვიწრო და კონკრეტული აზრით, რაც ნიშნავს ცენზურის აპირისპიროს. თუ არის ცენზურა, ესე იგი არ არის თავისუფლება, თუ არ არის ცენზურა, არის თავისუფლება. აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი მედიისთვის, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტით, ვისაც უნდა საქართველოს მთავრობის გინება, აგინებს რამდენსაც უნდა. ასე რომ და ვისაც უნდა მთავრობის ქება, ну, ისიც აქებს რამდენსაც უნდა. გასაგებია, მე უკვე ვთქვი, რომ ვისაც თავისუფლად შეიძლება თuliდნენ იმ მედიებს, სადაც ჟურნალისტებს შეუძლიათ აგინონ ხელისუფლებას, ხოლო არა თავისუფლებად იმ მედიებს, სადაც სხვა ადამიანებს მოიყვანენ ხელისუფლების საგინებლად, ის ჟურნალისტები, რომლებიც თვითონ არ აგინებენ ხელისუფლებას. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ნუ რაღაც ასე ვთქვათ, რაღაც ჩამოყალიბებულია ჩვენი სისტემა, რომელიც ზოგადად შეიძლება დემოკრატიის დეფიციტის გამო, შეიძლება ჟურნალისტების არც ისე მაგარი ხარისხის გამო თუ საზოგადოებრივი დაკვეთის გამო არ არის დაკვეთა კარგ მედიაზე. ესეც არის, ეს პრობლემაც არის. გასაგები ელის ძალიან საინტერესო შეკითხვა და ამიტომ მინდა ძალიან მოკლე რეპლიკით გიპასუხოთ, რომ ვინ გვიშლის ხელს, არა თქვენ და უშლის ხელისუფლება ხელს გაზეთებს, რომ მათ შექმნან კარგი გაზეთი და მე თუ გნებავთ ამასთან დაკავშირებით 24 საათის განმავლობაში გიამბობთ, როგორ მიშლის ხელისუფლება ხელს, რომ გავაკეთო კარგი გაკეთო. აი დამფუძნებლებზე ზემოქმედების საკითხიც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს დამფუძნებელს აქვს ჩვენთვის მოცემული სარედაქციო დამოუკიდებლობა. ჩვენ შეგვიძლია რაღაც პრობლემები გქონდეს დათო, მაგრამ ამ თემაზე ცალკე გადაცემა შეგვიძლია. ცალკე არა, მეორე ბლოკში ვისაუბრებ ბეჭდურ მედიას. ერთობლივ ვითარდება როგორც ბიზნესი და რაღაც მედიებს რომელიც არ ვითარდებიან. თუ შეიძლება დავამთავროთ ბატონმა გიამ დასვა შეკითხვა და მე ვეუბნები რომ მიშლის ხელს ხომ ვარ გაზეთის წარმომადგენელი, მე მგონი დამეჯერება ხო 17 წელია ჟურნალისტიო, მიშლის ხელს ხელისუფლება არ მაძლევს ინფორმაციას, ეწოლასაც ახორციელებს, ცემს კიდევაც ხანდახან და რა ვიცი ბევრ ამას აკეთებს და უშლის კვირის პალიტრას ხელს, სადაც 6 საწარმოს ერთდროულად ამოწმებენ. ახლა თვითონ ალბათ არ საუბრობენ, თავს იკავებენ ამის თაობაზე, მაგრამ კითხეთ, არ უშლის ხელს.
ხო, მაგრამ აქამდე ხვალსეულე ტურის პალიტრა და რატო ცუდი გაზეთი ტურის პალიტრა აქამდე სანამ შეამოწმებდნენ პროფესიული არა, თვალსაზრისით. უკაცრავად ვინ ამბობდა რომ ცუდი გაზეთი მე ვამბობ. კადრე თქვენ ამბობდით და ტაბულა კარგი ჟურნალია ბატონოგია რომელთანაც თქვენთან კარგია ტაბულა ლიბერალი პროფესიული თვალსაზრისით. თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი რეკლამა დამოუკიდებელ მედია საშუალებებს არ აქვთ ეხლა მე აღარ ვისაუბრებ ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი ვერანაწილებს ამ რეკლამას გავრცელებული ინფორმაცია სასახელებდით ყველაზე უფრო რეიტინგულ და კარგ გაზეთად ანუ ყველაზე რეიტინგული მაგრამ ყველაზე ცუდია თუ ყველაზე ცუდი არა მე ვამბობ ქართული გაზეთები ზოგადად ცუდია რეიტინგული უფრო არის აი ბეჭდურ მედიაზე მინდა ბეჭდურ იქ ძალიან მოკლეობაზე ტერმინი ხონდა ძალიან მოკლეში ვიყავ თქვენთან ბატონგია და შემდეგ გადახედეთ ისე მე მაინც გაიხსენეთ ამ სტატიას კარგი ბოდიში ნინ არა მე ვერ ვხედავ ხელისუფლების როგორც ცენზორის ხელს მაგრამ მე ვხედავ ლოიალურ მედიას ხელისუფლების მიმართ. უბრალოდ ეგ თქვენ მოსაზრება მაინტერესებს. ყველაზე გავლენიანი მედია საშუალებები რატომ არის ხელისუფლების ლოიალური, როგორ ფიქრობთ? არის შედარებით ნაკლებად გავლენიანი მედია საშუალებები ლოიალური სხვადასხვა პოლიტიკური ბიზნეს თუ რაღაც სხვა ჯგუფების, მაგრამ ყველა ძალიან გავლენიანი მედია საშუალება არის ხელისუფლების ლოიალური. რატომ? მე აღვნიშნე რომ ეს ზოგადად ჩვენი ნაკლი ამით დავიწყე არის ის რომ ხელისუფლების მიმართ ლოიალური მედია არის უფრო გავლენიანი. ხო და როგორც ჩანს აქ არის მედიის რაღაც ასე ვთქვათ, მედიის კი არა, ხელისუფლებას აქვს რაღაც ბერკეტები, იმით რომ მისმა მომხრეებმა თუ მისმა მეგობრებმა შეიძინეს ასე ვთქვათ ეს მედია და შესაბამისად ის გახდა უფრო ლოიალური ხელისუფლების მიმართ. მაგრამ ჩემის აზრით დაყვანა ყველაფრის იმაზე რომ აი ეს სამი რო არის ხელისუფლების მიმართ ლოიალური ამაში ერთადერთი პრობლემა ქართული მედიისა ხო ნუ ეს არის ცოტა გულუბრყვილო და ცოტა ჩემი აზრით ინფანტილური ნუ თქვა საგამომძიებლო ჟურნალისტიკაზე იყო მე სავსებით ვეთანხმები რომ არის ეს პრობლემა ინფორმაციის მოძიების ხელისუფლებისგან მაგრამ ну ამერიკაში მიცხოვრია და იქ საგამოძიებო ჟურნალისტიკის 90% სულაც არ იძიებს ხელისუფლებას მაინც და მაინც. რატო ვფიქრობ ჩვენ რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკა უნდა იძიებდეს აუცილებლად ხელისუფლებას. ანუ ჩვენ გვაქვს იმის უკაცრავად იმის თქვენი ინსტიტუტი რომ გამომეძიებინა ხელისუფლების საქმიანობას და მაშინ ეთყობა არ მთვლიდით თუ ჟურნალისტი ეს შევარდნაძის ეპოქაზეა საუბარი. ძალიან ბევრი გრანტი აქვს თქვენი ინსტიტუტიდან მიღებული. ყველა ასე ვთქვათ იქ მეთოდი იყო ესეთი რომ აპლიკაციები შემოდიოდა ჩვენ ვირჩევდით და ყველა აპლიკაცია შემოდიოდა ხელისუფლების გამოძიებაზე. არა, სხვა რამეა. ჩვენ გვაქვს ეს რაღაც ცნობიერება რომ ყველა პრობლემა მოდის ხელისუფლებიდან ერთის მხრივ და ყველა პრობლემის გადაწყვეტაც არის ხელისუფლებაში. რომ ხელისუფლება რო იქნება რაღაც კარგი საიდანღაც შემოვარდება ეს კარგი ხელისუფლება და კარკანონებს მიიღებს, მე იქნება ყველაფერი კარგად და მე ნუ სამწუხაროდ ასე ვერ ვხედავ. თქვენი აზრი მაინტერესებს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით რაში უკაცრავად მე ათი რაც მომენტი რაც მე მგონი აი ძალიან ბევრ საუბრობ ჩვენ აი მედიას და ხელისუფლებას ურთიერთობებზე მაგრამ რამდენად არის აი ეს შეკითხვა აი როგორ არის ჟურნალისტებს და საზოგადოებას შორის ურთიერთობა წესით აი ამ ეთიკის ჟურნალისტიკური ეთიკის კარტის პირველი პრინციპი არის რომ აი მოკალაკემ access უფლება რომ იყო ინფორმირებული და რამდენად აი ჟურნალისტი აი აშუქებს ეს პრობლემებს ეს ტკივილებს რაც აი საზოგადოებაში არსებობს მე მგონი აი აშუქებს ქართული მედია იმ პრობლემებს რაც საზოგადოებას აი ეს არის შეკითხვა რამდენად ეს თქვენთან მაქვს ეს შეკითხვა რახან თქვენ დასვით მე ხა შემოგიბრუნებ მე მათო აი ეთი რაც მაგალითი რეგიონალური მედიიდან რაც მე ვხედავ რთული არის ეს ურთიერთობა დამტკიცება და აი ნდობის პოვა დროის მანძილზე აი ბათუმელების გაზეთის მაგალითად როგორ ეს 10 წლის განმავლობაში განვითარა ხო რომ იყო მიღებული როგორც ადგილობრივი საზოგადოების ინტერესების ან პრობლემების გამოხატვის გაზეთი ხო კვირიული გაზეთი და თავისი პრობლემები და რაღაცა მაგრამ ესაც მე მგონი ამაზეც არის საუბარი თუ აი მედიის დამოუკიდებლობის აი შინაგანად ამაზე არის გასაფიქრებელი რომ იყო ეს ახლო ურთიერთობა აი საზოგადოებასთან მკითხվել ან მაყურებელთან
ჩემი აზრით. გასაგებია, რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ სულ რამდენიმე წუთით და შემდეგ განვაგრძობთ გადაცემას. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და თქვენ უყურებთ გადაცემა ევროპულ არჩევანს. დღეს ვსაუბრობთ ქართულ მედიაზე და მის პრობლემებზე. ბევრი პრობლემა იქნა მიმოხილული პირველ ბლოკში. დავით, თქვენ მინდა გკითხოთ, ვახსენეთ საზოგადოებასთან მედიის კონტაქტზე და თითქოს ეს კონტაქტი არის დაკარგული. ეთანხმებით თუ არა ამას, რომ ჟურნალისტებს არ აქვთ ისეთი ურთიერთობა ხალხთან, როგორიც უნდა ქონდეთ და მათ პრობლემებს არ აშუქებთ. ნაწილობრივ კი. იმიტომ რომ ისეთი დოზით არა, როგორც თქვა ადრე წლების წინ, მაგრამ პოლიტიკური თემის სიჭარბე იგრძნობა მედიაში. ეხლა ბუნებრივია, პოლიტიკის გარშე მედია ვერ იქნება, თუ შენ წერ პოლიტიკაზე და ხელისუფლებაზე და უნდა წერო კი ბატონო კრიტიკულად, მაგრამ გაჩნია დოზას და გაჩნია კიდე ამ კრიტიკის შინაარსსაც რა, როცა რაღაცები დაიყვანება თქვა მართლაც ვაგინებამდე და ზეცათავს სახელებამდე, უბრალოდ უშინაარსო კრიტიკა, უფაქტო კრიტიკებამდე, ხო? ანუ საყოველთაო ცნობილი ფაქტი გაქვს აღებული, რაც ხა ახალ იმპულსს არ აგაძლევს და იმას ამუშავებ და ღეჭავ წინდა. აი ამ ტიპის მასალების სიჭარბე არის მედიაში, ჩემი დაკვირვებით. რაც შეეხება სხვა წუხილებს, რომელიც შეიძლება დამოუკიდებელი იყოს პოლიტიკისაგან, ან ძალიან სუსტი კავშირი ქონდეს მასთან, ის შუქდება, მაგრამ რო თქვა, აი ქართული მედია აშუქებს არა, უნდა აიღო და ჩამოთვალო ის მედიები, რომლებიც ამას აკეთებენ. აი რა საკითხები არის სოციალური თემატიკა, ურბანისტიკასთან, ხო, კინეული პრობლემები არის ჟურნალისტს ამას წაიკითხა. საკითხები, რომელთა გაშუქება შეიძლება მოქალაქისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს, ვინმე ყოველგვარი პოლიტიკისგან დამოკიდებულად, მაგრამ რაღაც ახალი გაიგოს, მისთვის გამოსადეგი შეიტყოს და რაღაც ორიენტირი აიღოს კონკრეტულ დარგში ცხოვრებაში, რა ამცირებო. შეიძლება ეს ეხებოდეს რაღაც აქონის მოხმარებას სიტყვაზე. ხო? ასეთი რამ. როცა ლაპარაკია მოქალაქეზე ორიენტირებულობის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ შენ როგორც ჟურნალისტ გაქვს ფიქრი, რასაც შენ აკეთებ, ის იყოს სასარგებლო მოქალაქის და რატომ არ აკეთებენ ამას ჟურნალისტები? თუ კი ეს საზოგადოების წუხილია, ამის გაშუქება შეიძლება სპეციფიკური ცოდნა, რომელიც არ ისწავლება აქ. ხო, ეს ცოტას აქვს რა. ვისაც აქვს, კი ბატონო, ის ხვებს უზიარებს და აქ პოლიტიკასაც შეიძლება ცოდნა, ხო? მაგრამ პოლიტიკას ცოდნა ეს არის როგორც საბჭოთა კავშირში იყო ფეხბურთის ცოდნა. ყველამ რო იცოდა. ხო, დაახლოებით ეგრე არის აქ. კრიტერიუმები რა თქმა უნდა არსებობს პოლიტიკის გასაგებად, მაგრამ ისინი გამოყენებული არ არის ჟურნალისტიკაში. დიდად. რაც შეეხება სოციალურ წუხილებს და სოციალურ წუხილებში მაინც და მაინც სიღარიბის გაშუქება არ იგულისხმება მხოლოდ, ხო? ეს ზუსტად სულ ჭარბად არის. ტარდება ხოლმე ყოველწლიურად კონკურსი სოციალურ ჟურნალისტიკაში და როგორც წესი მოდის მასალების უმეტესობა უკიდურესად ატაკებზე. როცა შეიძლება ელაპარაკო სხვა საკითხებზეც. ცხადია. არის კიდევ ერთი რამ. ერთი ტენდენცია ქართულ მედიაში. სოციალური საკითხები გამოდის წინა პლანზე, ისინი შუქდება, მაგრამ შუქდება დაყუჩების რეჟიმში, გაბრუების. ხო, მთელი ეს ჩვენი გასართობი შეუები, მე ვფიქრობ, არის ამის ნიშანი. კი რაღაცა საკითხს წამოწევ, რომელიც შეიძლება სიღრმისეულად ძალიან მნიშვნელოვანი იყოს კულტურისთვის. კულტურაში არ გვაქვს შემოქმედებას, გულისხმობ ყოფით კულტურას რა. ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ შუქდება არა უბრალოდ ზედაპირულად, არამედ ესე გართობის ნავლის წაყრის და მთავარი რჩება გაშუქების და დაწლანების აი ამ სულისკვეთებით რა, რომ შენ პირიქით მოისვენო ამათი ყურებისას და არ შეწუხდე. ესე გაერთო და არ დაფიქრდე რა. გამოთიშოტვინი და არა ჩართო, როცა ამას უყურებ. ეს არის შედარებით ახალი ტენდენცია. დაახლოებით 2-3 წლის ტენდენცია არის ქართულ მედიაში და მიმაჩნია, რომ რაღაცა გავლენა ამ მხრივ არის. საერთაშორისო ტენდენციაც არის, ჩვენ ესე თუ ისე ვიცით, რა რანგის გასართობი შეუები არსებობს სხვაგან და ალბათ უფრო რუსული ტელევიზიის სამწუხაროდ გავლენა, რომელზეც თავისუფლად არასოდეს არ იყო. გასაგებია, ნინო, საზოგადოების და მედიის კონტექსტი. იცი რა არის, აი ხო ვფიქრობ ამ ტერმინზე, რომ თქვათ დიდი გავლენიანი მაუწყებლები, ლოიალურები რომ არიან ხელისუფლების, რამდენად ეს ზუსტ ტერმინია. მეც ასე ვხმარობ ხოლმე, მაგრამ ეხლა ვფიქრობ იმაზე, რომ
მგონი აქ უფრო ცოტა მეტია ვიდრე ლოიალურობა, იმიტომ რომ როგორც წესი ვიღაცის მიმართ რომ ლოიალური ხარ, ეს მოიცავს ჯანსაღ კრიტიკასაც კი. რასაც მე ვერ ვხედავ. ლოიალური მედიის წიაღი. მეორე ტერმინი შეიძლება არსებობდეს. არ ვიცი რა ტერმინი შეიძლება ამას ეწოდოს, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ლოიალური ძალიან მსუბუქად არის ნათქვამი და არა ზუსტია. და ეს არა მარტო ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლებო რო იყოს, კარგია თუ ზედმეტად რბილია. ისეთ ბატონო, ისეთ რაზე ვფიქრობ, რატო ვფიქრობ ამაზე? იმიტომ რომ მაინტერესებს ის რეალობა, რასაც გვთავაზობს მედია. ეს არის სად იქნება ეს რეალობა? ვინ ყარნახობს ამ რეალობას? ყარნახობს თუ არა რეალობის ამ მოდელს ხელისუფლება? მე გეთანხმებით, რომ ჟურნალისტიკა ეს არ არის მარტო იყო ოპოზიციაში, ასე ვთქვათ, ხელისუფლებასთან. შესაძლებელია ხანდახან ზოგჯერ საზოგადოების ოპონირება უფრო რთულია რაღაც ტაბუდადებულ თემებზე, ვიდრე ხელისუფლების, მაგრამ ეხლა რაც ჩანს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის, რომ ჩვენ ტელევიზიებში 90% ინფორმაციის არის მხოლოდ ერთი რეალობა, რომელსაც გვთავაზობს, ასე ვთქვათ, სახელისუფლებო თუ რაღაც გარკვეული ერთი პოლიტიკური ჯგუფი. ვთქვათ, ლიბერალი, რომელიც ცდილობს, რომ იყოს მიუკერძოებელი, ხო, არა ნეიტრალური და რაღაც ესეთია რაღაც ხან ნეიტრალურობა უფრო ცუდია ჟურნალისტიკაში ვიდრე არა, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვართ რაღაც თვალსაზრისით სიკვდილსიცოცხლის ზღვარზე. იმიტომ რომ ყველა გვაკრიტიკებს, ოპოზიცია გვაკრიტიკებს და გვეუბნება რომ თქვენ სახელისუფლებო სტატიებს წერთ, გვაკრიტიკებს ხელისუფლება, გვეუბნება რომ თქვენ რაღაც არაჯანსაღ კრიტიკას ეწევით. ანუ როდესაც შენ არ ხარ არც ერთზე ფინანსურად დამოუკიდებელი, ეს ძალიან ართულებს შენ ცხოვრებას. არავის აღარ უყვარხარ, არავინ აღარ აწყობს შენი არსებობა. გარდა საზოგადოებისა და საზოგადოება კი ამას ვამბობდი გავლენაზე. საზოგადოება კი უყურებს ტელევიზიებს, რომელიც სადაც მხოლოდ ერთი სურათი ჩანს, მხოლოდ ერთი. ელისო, გადავედით ბეჭდურ მედიაზე, ასე ვთქვათ, მეუბნება. აქ რა არის მთავარი პრობლემები? აი ბატონმა გიამ თქვა, რომ არ მოსწონს გაზეთებია. ზოგადათებია. ჩვენი ბეჭდვითი მედია ზოგადად არის სამარცხვინო. მოდი ასე ვიტყვი, უფრო გავავკაცრებ. თავისი ხარისხით. ხარისხის გულისხმობს თუ რაც იწერება. რაც იწერება. კონკრეტულად რეზონანს და მე თუ გულისხმობ ბატონო გია გაგცემთ პასუხს და ზოგადად მთელს ქართულ მედიაზე პასუხისმგებლობას ვერ აქვს. მე ბეჭდურ მედია. ელისოს კი არ უთხარი ეს. ჩემი წუხილი გამოვთქვი როგორც მოქალაქე. გასაგებ ბატონო გია ამ თვალსაზრისით ჩვენ ზოგჯერ ხელისუფლების ქმედებები არ მოგწონს, ექსპერტების მოსაზრებებს ეჭვის თვალით ვუყურებ და ასე შემდეგ. ესეთი განზოგადებები ფილოსოფიური როგორც გვებძალეთ თავისუფლების კატეგორია და ზოგადად არის ძალიან ცუდი. ამაზე კონკრეტული მსჯელობა არის რთული, ამიტომ მე თქვენთან ამ დისკურსში არ შემოვალ, მე ამ დისკურსში შემოვიტან ახლა უფრო საინტერესო თემას, რაც საზოგადოების ნდობას ეხება. ჩვენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 4, 5 და 6 ივლისს აპირებს შეხვდეს სწორედ საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ჩვენი მედია ის ადამიანები, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, იყოს უფრო პასუხისმგებლიანი. მე მგონი ამ ჩვენი ტელეკომპანიის მაყურებლისათვის ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე ის მე და თქვენ როგორ ვაფასებთ დავუშვათ ერთმანეთის საქმიანობას და შევხვდებით ამ ადამიანებს. მე ყოველთვის ვამაყობ, რომ ჩვენ გამოკითხვებში რეზონანსი მიუხედავად ძალიან ბევრი პრობლემისა ნდობის თვალსაზრისით საკმაოდ მაღალი ხარისხი გვაქვს და ყველანაირად ვეცდები, რომ ეს ნდობა შევინარჩუნოთ და გვინდა უფრო მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მათ ჟურნალისტებს მოთხოვონ მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა თავიანთი პუბლიკაციების თუ სიუჟეტების მომზადების დროს. აი ეს მინდოდა რომ მეთქვა და პრობლემები რა თქმა უნდა უამრავია. დაჩი, თქვენც მინდა უპასუხოთ არა ბატონ გიას მაინც და მაინც, არამედ ზოგადად წარმოთქმულ აზრს, ანუ პროფესიონალიზმის საკითხი დგება და ასევე სხვა პრობლემები. ბეჭდურ მედიაში ჩვენ პირველ ბლოკში ვისაუბრეთ ტელევიზიებზე, ახლა მინდა ბეჭდური მედიის პრობლემებზე ვისაუბროთ. ანუ როგორც სამარცხვინო სფეროს წარმოადგენს ცოტა მინძილს საუბარი, თუმცა
მაინც ალბათ იცით რა არის, ვიტყოდი თქვენს ადგილას ბატონოგია რომ ან დიდ ნაწილის სამარცხვინოობაზე ვიტყოდი, ან რაღაც ნაწილის მაინც, იმიტომ რომ იმცემდი საშუალებას ახლა ადამიანებს რომ გამოესწორებინათ საქმე და რაღაცნაირად ეზრუნათ ეს თვითგანვითარებაზე. სხვა შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გქონდეს გარკვეული მოსაზრებები, თქვათ იგივე ექსპერტებთან, პოლიტოლოგებთან და ასე შემდეგ დაკავშირებით. პრობლემებს რაც შეეხება, პრობლემები არის ცხადია, არის ისეთი ზოგადი პრობლემები, რაც შეიძლება იყოს თქვათ იგივე ინფორმაციის მისაწვდომობა და არის უფრო სიღრმისეული პრობლემებიც, რაც არის თქვათ იგივე პრესის გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემები. რაც არ ვიცი, იციან თუ არა მედია ექსპერტებმა. და უფრო ახლა ამ ბოლო დროს გაჩნდა ეს ტენდენცია, თქვათ კვირის პალიტრის მაგალითზე გეტყვით, აქამდე არ ყოფილა ესეთი პრობლემა, თქვათ ხელისუფლებისგან ვერ ვიტყვი რომ იყო რაღაც ზეწოლა, ძალადობა, რაღაცა, მაგრამ აი ბოლო პერიოდში იყო ფაქტი, ამ 6 ესე თქვათ ფირმაში ერთდროულად შემოსვლა, დღემდე გრძელდება ეს თუნდაც იმ კუთხით რომ თქვათ საბაჟოზე თუ კი ადრე მოგეხსენებათ ხა მედია პალიტრა შემოაქვს თქვათ ქაღალდი იმისთვის რომ დაბეჭდოს ეს გაზეთები აქამდე უპრობლემოდ ატარებდნენ ამ ტვირთ საბაჟოზე ეხლა უკვე ლამის ათითაოდ ფურცლებს თვლიან და იხარჯება ძალიან ბევრად უფრო დიდი დრო ცხადია ხა მალან შეუძლია თქვას რომ აქ პრობლემა არ არის არანაირი და რომ პირიქით ისინი გვეხმარებიან დათვლაში აქამდე შეიძლება მივიდეს თქვათ ადამიანები მაგრამ ფაქტია რომ ეს პრობლემები იქმნება და თქვათ მე ვერ გეტყვით დღეს თქვათ დამთავრდა იქ რაღაცა ეტაპი ამ შემოწმების ფინანსურის ვერ გეტყვით თქვათ ხვალე ზეგ რა იქნება რას მოიტანს ხვალინდელი დღე თუმცა საზოგადოებრივ აქტივობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მინდა რაღაც 2 სიტყვა თქვა საზოგადოებასთან კავშირს თუ რაც შეეხება მე პირადად რო გითხრა ჩემი კონტრაქტი არსად არ დამიკარგავს ხალხთან დადებული ეს თქვა სიმბოლურ კონტრაქტს თუ გულისხმობთ და თუ კი თქვა ვისაუბრებთ საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე თუ კი ახლა ამას გულისხმობთ ახლა თქვა პალიტრა აკეთებს ძალიან საინტერესო კულინარიულ ჩანართს სადაც ადამიანმა შეიძლება წაიკითხოს თქვა რამდენიმენაირად კვერცხის შეწვის შესახებ მაგრამ რამდენად გჭირდება ახლა დღეს რამდენად არის ეს პირველ ადგილზე ეს პრობლემა ეს კიდე მეორე საკითხია ქვეყანაში რომელიც არის ნაწილობრივ ან ნახევრად თავისუფალი და ამ ნაწილობრივ თავისუფლებას განსაზღვრავს ერთადერთი საფეხური როგორც მე მახსოვს იმის ქვემოთკენ უკვე არის არათავისუფალი ესე ვთქვათ ქვეყნები და ერთ საფეხურზე არის ლაპარაკი ესეთ ქვეყანაში რამდენად არის ვთქვათ ნომერი პირველი პრობლემა კვერცხი რამდენად შეიწება ან როგორ ვთქვათ გავთავოთ კარტოფილი ან დავთესოთ თუ არა ესეც გვაქვს მინდა გითხრათ ძალიან საინტერესო ჩანართები გვაქვს სოფლის მეურნეობაზე კულინარიაზე და ასე შემდეგ. გასაგები, ქალბატონ ბაია საზოგადოების და მედიის კონტაქტზე აშუქებს თუ არა მედია იმ პრობლემებს, რაც საზოგადოებას აწუხებს და სურს. საზოგადოებას ნაწილობრივ მინდა გითხრათ, საზოგადოებას ვთვლი რომ ბევრი რამ აინტერესებს, მე მთლიანად მედიაზე ვსაუბრობ და არა ჩვენს მედია სახზე ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ბევრი რამ აინტერესებს და მათ შორის ვთვლი რომ ესეც არის მიბნული ინფორმაციის მოწოდების პრობლემასთან და აქვე ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ რა 26 მაისს რამდენი ადამიანი დაშავდა თქვენი აზრით აინტერესებს თუ არა ეს საზოგადოებას აი მე ვსვამ ამ კითხვას და როცა ამ ინფორმაციის მოპოვებაც კი მედია საშუალებისთვის არის პრობლემა და კონკრეტული უწყება მაგალითად ჯანდაცვის სამინისტრო გეუბნება რომ მე ამ ინფორმაციას ვერ გავცე თითქოს უმტკივნეულო ინფორმაციას რამდენმა ადამიანმა გაიარა იმ ღამეს სამედიცინო შემოწმება რამდენი ადამიანი დაშავდა და გამისამართებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რთულია საზოგადოების ინტერესი დააკმაყოფილო აი მოკლედ შემიძლიათ ესე გითხრათ გასაგებია რა არის მე მგონი იმდენად პრობლემა არ არის საქართველოში მიკერძებული და არაპროფესიული მედიის არსებობა ეს კი არ არის პრობლემა რომ არსებობს რაღაცა მედია გამოცემები, დიდარი მედია გამოცემები ან მაუწყებლები რომლებიც ამბობენ რომ ლოიალურები არიან ვიღაცის მიმართ. პრობლემა ის არის რომ არამიკერძოებული და მხოლოდ საზოგადოების ლოიალური მედია საშუალებები არის ძალიან ცოტა და ძალიან ღარიბი და არ აქვს გავლენა, ვერ ქმნის საზოგადოებრივ აზრს. აი ეს არის პრობლემა.
გასაგებია, კარგით, შევაჯამოთ გარკვეულწილად ჩვენი საუბარი, იმიტომ რომ დასასრულისკენ მივდივართ. რა უნდა გააკეთონ ასეთმა მედია საშუალებებმა, რომ არ იყვნენ ღარიბი თავრტონქეთი და არსებობისთვის ბრძოლა არ უწევდეთ. გარდა იმისა, რომ არ გახდნენ სხვა ჯგუფების მიმართ ლოიალური და იყვნენ მხოლოდ საზოგადოების მიმართ ლოიალური. საქმეზე გაჩნია რომელზე ვაპარაკოთ ბეჭვით თუ ალბათ თავის გამოცემას გულისხმობს ამ შემთხვევაში. ეხლა საერთოდ ყველას გვესმის რომ სარეკლამო ბაზარი ძალიან მცირეა საქართველოში. და შეიძლება მაგიამ დამაბრალოს რომ ისევ ხელისუფლებას ახსენებო, მაგრამ აშკარაზე ეწოვა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესებზე სად მიიტანონ რეკლამა და სად არ მიიტანონ. სამწუხაროდ ჩვენ სხვადასხვა ვიცით. თქვათ, როდესაც ლიბერალმა დაიწყო საქმიანობა, მას წლების მანძილზე უჭირდა რეკლამის მიცემების მოპოვება. ტაბულამ დაიწყო თუ არა საქმიანობა, პირველივე დღეს მას ბევრი, როგორც თავად ახსენეს, ოლიგარქი გამოეხმაურა, ლიბერტარიანელი ოლიგარქი, ხო, ასე თქვა რედაქტორმა. ხო, თუ უბრალოდ ლიბერტარიანელი ბოდიში, ლიბერტარიანელი მილიონერი. ხო, ოლიგარქი ალბათ არ იტყოდა. ანუ თავისთავად საერთოდ ღარიბ ქვეყანაში არ არის ადვილი რეკლამის მოპოვება და ბუნებრივია ამ მედიისთვის ძალიან ადვილი არ იქნება რომ გახდნენ ფინანსურად გრადები. მაგრამ ჩვენ ალბათ მომავალშიც უნდა გავიხედოთ. სწორედ ამ დღეებში ვკითხულობდი რომ არათუ საქართველოში უკვე ამერიკაშიც კი უჭირს განსაკუთრებით ბეჭდვის მედიას. დრო წინ მიდის ინტერნეტ მედია მეტ და მეტ ძალას იკრებს, ინტერნეტ მედია ნელ-ნელა ხდება უფრო იაფი და შესაძლოა საერთოდ სამომავლოდ ბეჭდვის მედიას უფრო და უფრო გაუჭირდეს ქვეყანაში. შესაბამისად, ინტერნეტ მედიაზე ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან სოციალურ მედიაზე, რომელზეც დღეს ვეღარ მოვასწარით საუბარი და იქნებ შემდეგ ერთ-ერთი საკეთემას შეგვიძლია ნელ-ნელა მეტი წილი მოვა საქმიანობისაც, დატვირთვისაც და ასე შემდეგ. თუმცა თავისთავად მე არ ამგონია, რომ თავისთავად სოციალურ მედიის ძალიან ფართო გავრცელება და ინტერნეტ მედიის ძალიან ფართო გავრცელება თავისთავად შექმნის გაცილებით უკეთეს პირობებს საქართველოში. იმიტომ რომ აი ბოლო ხანებში იყო ესეთი გარკვეული კიბერ უტოპიზმის მიმდინარეობა, სადაც ჩაითვალა რომ საკმარისია ინტერნეტ მედია ფართოდ გავრცელდეს და ქვეყანაში დემოკრატია აშენდება. აი ამდენად დამოკიდებულება გაჩნდა ირანისადმი. თქვა, თუმცა აღმოჩნდა რომ ეს არ არის, ხო? ანუ თავისთავად მე მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა სხვა იმ მედიის, ასე ვთქვათ, ტრადიციული მედიის ფონზე განვითარდეს, პარალელურად განვითარდეს ინტერნეტ მედია, განვითარდეს სოციალური მედია, მაგრამ ეს გადაწყვეტა მაინც არ იქნება პრობლემა. გასაგებია, ბატონია, ბევრი და ასე ვთქვათ, ძირითადი პრობლემებიც გამოვყავით, რა გესახებათ ამ პრობლემების მოგვარების გზებად? ერთი ზოგადად მინდა დავეთანხმო ნინოს სავსებით, ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ ბევრია ცუდი მედია, არამედ პრობლემა არის ის, რომ ცოტაა კარგი მედია. და ეს თქვათ იმედის მოვცემია რომ ყოშხაში ხადია ჩემი სუბიექტური შეფასებით ბოლო ხანებში კარგი მედიაც გაჩნდა რომელიც მანამდე არ იყო პრაქტიკულად და რაღაც ყოშხაში საზოგადოების რაღაც ფენა რომელსაც უნდა კარგი მედია და როგორ გაფართოვდეს ეს ну რა თქმა უნდა ვეთანხმები რომ სარეკლამო ბაზარზე პრობლემები არის და ასე თქვათ იქ უფრო არ ვიცი პოლიტიკური ნების თუ რაღაც სხვა საკითხებია მაგრამ ну რაღაც მაგიური გადაწყვეტის იმედი მაინც არ მაქვს სამწუხაროდ ცუდ მედიაზე მეტი მოთხოვნა ჯერ კიდევ ვიდრე კარგ მედიაზე მაგრამ იმედი მაქვს რომ საზოგადოება განვითარდება იმიტომ რომ დასავალი არის ყველაზე პოპულარული გაზეთი რამდენადაც ვიცი ხო იმედი თუ არ ვიცი ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ხონდი არ იყოს ხო ну არ ვიცი რატომ სულ არ მიგია თხელი მედიის კვლევაზე ბატონო გია ვიდეო ხალხთან აღარ თანამშრომლობთ ანუ ერთ-ერთი მოკლედ არა ნუ ეს ნორმალურია რომ რაღაც ერთი ყვითელი თუ წითელი თუ რაღაც ბულვარული მედია უფრო პოპულარულია და მეტი ტირაჟი აქვს ახლა ისეთი საშინელება არ მithქვამს ჩვეულებრივი ამბავია ყველა ქვეყანაში მაგრამ ну რატომ და როგორ გაფართოვდება ეს არ ვიცი მაგრამ იმედი მაქვს რომ რაღაც ასე ვთქვათ რაკი ტენდენციას მაინც ხედავ იმისა რომ გაჩნდა საქართველოში კარგი მედია იმედია რომ არ ჩაკვდება ეს ტენდენცია და განვითარდება გასაგები ბატონ კობა და შემდეგ ბატონ ოლივერს საერთაშორისო ორგანიზაციებს რა როლი შეუძლიათ ამ შემთხვევაში ითამაშონ საქართველოში მედიის განვითარებაში მე რახან ჟურნალისტი არა ვარ და მე ეს არ შემეხება ამიტომ რეცეპტის გაცემაც გამიადვილდება. ჩემი აზრით იქნება ძალიან ფუნდამენტური არჩევანი გასაკეთებელი. რა მედია, როგორი სახის მედიას აქვს მომავალი
პატარა და ღარიბ ქვეყანაში, როგორც არის საქართველო. ერთი მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ მოსახლეობის 50% ბეჭდურ მედიას სამწუხაროდ არ იყენებს ინფორმაციის მისაღებად, მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ მზარდ მოთხოვნას და გამოყენებას ინტერნეტისას. აქ ისევ დაუბრუნდები, რაც ხალბატონმა კეთილ თქვა, კიბეროპტიმიზმიო თუ გავბრძანეთ, მე მივეკუთვნები კიბეროპტიმისტების რიცხვს და ვთვლი, რომ სოციალური ქსელების და ელექტრონული მედიის განვითარება ალბათ თუ არსებობს საერთოდ ცენზურა, ცენზურის ხალისს დაუკარგავს და შესაძლებლობებს იმას, ვისაც ეს სჭირდება, იმიტომ რომ ამის გაკონტროლება არის ფაქტიურად შეუძლებელი. და წელიწად ნახევარში ჩვენ როცა ასეთი პატარა ნახტომი დავინახეთ ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ნახტომი ძირითადად მიეკუთვნება სოციალური ქსელების გამოყენებას, მაგრამ სოციალური ქსელებიც არის ინფორმაციის გავრცელების წყარო. ჩვენ გამოკითხვის მიხედვით ინფორმაციის პირველი წყარო მართალია არის ტელევიზია, მაგრამ მეორე წყარო რა არის, შეიძლება სასაცილოც იყოს, მაგრამ მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, ანუ უშუალო კონტაქტებიდან იღებენ ადამიანები ინფორმაციას და მათ შორის სოციალური ქსელებითაც. ანუ მე ვთვლი, რომ თუ საერთაშორისო დახმარებაზე, დახმარების პრიორიტეტებზე მიდგება საქმე, ალბათ ბაზრის ეს განლაგება გასათვალისწინებელია, რა უნდა იყოს პრიორიტეტი და რა უნდა განვითარდეს. ბატონო ოლივერ. ერთი მომენტი მინდოდა დავამატო, ეს არის აი თუ ბეჭდურ მედიაზე არის საუბარი, მე მგონი კიდევ გასაფიქრებელი არის აი მიდგომა ახალგაზრდობაში, იმიტომ რომ თუ ახალგაზრდობიდან არ არიან მიჩვეული, რომ წაიკითხონ გაზეთებს, ხო, ესე რომ მე უკვე დაკარგული არის, ესე რომ მომავალშიც კიდევ უარესად იქნება თქვენი ბედი, თუ აი სკოლებში ან ახალგაზრდობაში, რადგან მე მგონი მედია განათლებაზეც არის ცოტა ოპტიმისტურად ვარ დაგვემთავრებინა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ გადაცემაში მობრძანებისთვის. თუ გსურთ ვინმე საზრის გამოთქვა, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ყველაფრის და მიუხედავად ბატონგიას ვეთანხმები, ძალიან ბევრი ვეკამეთ, იმიტომ და დავეთანხმო, რომ კი ჩვენ გვყავს სამარცხვინო ჟურნალისტიკა, ჩვენ გვაქვს ცოლების ჟურნალისტიკა, პოდიუმზე გამოსული ჟურნალისტიკა და ასე შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა და შეიძლება გაზეთები თავისი ეხლანდელი ფორმით ოდესმე გაქრეს და სულ სხვა ფორმით წავიკითხოთ ჩვენ, მაგრამ საზოგადოებას ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და გადაცემა ყოველთვის დასჭირდება და ამიტომ ვარ ოპტიმისტი. მე მგონი ჯობია შევხედოთ ტექსტებს და არა ცოლებს და ტექსტების მიხედვით ვიმსჯელოთ, ხო? და აღმოჩენთ, რომ ცოლების ტექსტები აღემატება ძალიან ბევრი მრავალწლიანი სტაჟის მქონე ჟურნალისტების ტექსტებს, თავიანთი სანდოობით, ხარისხით, თუ გნებავთ მიუკერძოებულობითაც. გადაცემის მეორე ნაწილში საინტერესო ფაქტები ევროკავშირის ისტორიიდან 1973 წელი ბენზინის კრიზისი და ატომური ენერგიის განვითარება 1978 წელი ევროპის საბჭოს წევრების შეხვედრა ბელგიის პრემიერ-მინისტრთან ბრიუსელში. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და ახლა წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. 1973 წლის 13 მაისს ევროკავშირის საბჭომ საწვავის კრიზისისა და ატომური ენერგიის განვითარების პერსპექტივები განიხილა და გადაწყვიტა შემოიღო კვირადღე ავტომობილების გარეშე. ეს პროგრამა ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიებისკენ იყო მიმართული. საწვავთან დაკავშირებული კრიზისი 1973 წლის ოქტომბერში დაიწყო, როცა ამერიკის გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ დაიწყო ისრაელის ხელახალი სამხედრო მომარაგება, რამდენიმე არაბულმა საწვავის ექსპორტიორმა ქვეყანამ ემბარგო დააწესა. 1978 წლის 20 იანვარს ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს წევრები ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნებოდა ინფლაციასთან ბრძოლაში და გადასახადების რეგულირებისთვის გაწეული ძალისხმევად შედეგიანი აღმოჩნდა. მაგრამ ამასთანავე უმუშევრობის დონე კვლავინდებურად მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა. აუცილებელი იყო საწარმოო შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა. ამ პრობლემების გასათვალისწინებლად და გადასაჭრელად ფინანსურმა და ეკონომიკურმა საბჭოებმა შეიმუშავეს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. აგრეთვე გადაწყდა ევროპული თანამეგობრობის ბიუჯეტში ერთიანი სავალუტო ერთეულის შემოღება. შეხვედრაზე განიხილეს ევროპის რეგიონული განვითარების ფონდის საკითხები. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ევროპული არჩევანი გემშვიდობებათ მომავალ 4 შაბათამდე საღამოს 10 საათამდე პირველ არხზე. ნახვამდის.